კი. მოიშვი. დაიწყო. გამარჯობა. გამარჯობა ზურიკო. რა ხარ? ვაპატიე რომ ესე დაგეცურა. და მოგვიყევით მოკლედ როგორ მოხდა თქვენი გამოსვლა დილით ადრე გამოგიშვეს ხომ როგორ დაუკავშირეთ რამდენიმე დღის მითხეს რომ სადღაც ერთ-ერთის ნახევრისთვის უნდა ყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა რომ დილის 8 საათზე ეს ახლა ჩემ მეგობრის სიტუაცია დილის 8 საათზე ესე გამომდგეს გარეთ სადაც ცოცხალი არსება არის და ბოლოს ერთი ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამართო ცოტა ხანი და ის მობილურით დაუკავშირდი მეუღლეს და მე შემოგვარი მოვიდა. ეგეთი ისტორია გადავხდა დილიდან. დილით ადრე შემოვიდნენ ალბათ და გამოგიყვანეთ. 8 საათი გამომდის ხისტიცები. ხო, ზურა, პირველ ემოციებს კითხავთ, ოჯახსაც ელოდებოდით ალბათ მეგობრებს და აი ესე მოგიწიათ. ახლა პირველ ემოციები რა გეკნება თქვენ? ცნაური განცდა. და იმასაც კითხავთ, თქვენი თვალით დანახული პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესი, რასაც ადევნებთ 7 თვის განმავლობაში, თვალს გარეთ და ბევრი რამ მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში მოკლედ ხოთ ამის შესაძლებლობა. მე ერთადერთი რასაც საშუალებას ხონდა იყო ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორიდან ვიღებდი, ალბათ ფორმულა და პირველი იყო სოციალებთან თქმა ჰქონდა, ადვოკატები ხანდახან რაღაცას მიყვებოდნენ, ამიტომ მე კი მეყოფა პრინციპში თავხედობა, რომ ეგრევე ჭკვის სწავლება დავიწყო ხა და დავიწყო მოყოლა რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თავ შევიკავებ მოდი და შევხვდები, ყველა შევხვდები და ველაპარაკები და რაღაც დრო დამჭირდება იმისთვის, რომ რაღაცებს დაველაპარაკო, მოვისმინო, ვირას ფიქრობს საბოლოოში მე მოვუყვები ჩემი აზრით რა არის სწორი ისი გაკეთება და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და მათ შორის ვეცდები რომ გავაკეთო მანამ სანამ დამაცნია რომ გარეთ ვიყო. ზურაბა, ახალი საქმეც აღძრეს თქვენი და კიდევ 7 პოლიტიკოსის წინააღმდეგ როგორ ელოდებით პროცესების განვითარებას? რამე თუ გაიარეს თქვენთან იურისტებმა ან შეგატყობინებთ რამე ის ჩაინიშნეს თომაკომა. იგი ჩაინიშნული არის რაღაც თებერვალში, სადაც გამართოს 25 იყო ხა ჩაინიშნული და ვიცი რომ გადადეს 2 თუთო დაახლოებით, სადაც თებერვალში ჩაინიშნული ხა და არ ვიცი. არაფერი მასკარადი იქნება და ასე რაღაც იქნება. თვითონ პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი არის ის სამდეხას დაგვაცდიან გარეთ პროცესს. და ჩემს შემდეგ უნდა გამოვიდეს. წესი ლაკა უნდა გამოვიდეს. მაშაძე უნდა გამოვიდეს, სკაზვარამი უნდა გამოვიდეს, მელიას ფირმებსაც აუშვებენ. და ამ ხალხს რამდენხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეგ არის მნიშვნელოვანი. ის გაკეთებას მოვასწრებთ ალბათ. რას გამო დასჭირდა ეს ის ოცნებას, რომ ეს გაეკეთებინა თქვენ წინააღმდეგ საქმეები? უნდათ რომ ციხეში იყოს ეს არის მიზანი თუ? არა, ეხლა გზავნილი არის ცხადი, რომ გამოგვიშვებენ ცოტა ხანი აი ამ განცდას ეხლა რა განცდას მე მაგ რაღაცა ღია სიმცეს რო ხედავ და უცნაური განცდები რომ ამ თავისუფლების შეგრძნებას ამის საშუალებას მოგზებოდა შევიგრძნოთ და მე მოგზებოდა საშუალებას რომ ან დავჩუნდეთ და გავჩერდეთ ამ დღიდან წავიდეთ ყოველთვის ბრძოლა არ უნდა გავაგზავნოთ ასეც ეხლა ვერ მიიღებენ ერთ-ერთი ჩვენგანისგან ცხადია ამის მერე რას გადაწყვეტენ არ ვიცი არა ნუ ალბათობა იმის ყველა ეს ადამიანი აქტიური იქნება და მის ძოლას გააგრძელებს დაიჭირონ არის ძალიან მაღალი ხო? ამიტომ არ ვიცი ნახოთ რა. ზურაბა, პროცესი რას გაჩვენებთ? ხომ არ ელოდებით ან ბევრი ამბობს ამას, რომ შეიძლება ადამიანელი არჩევნების გაზაფხულზე დანიშნოს ოცნება. თქვენ რა ხედვა გაქვთ? არ ვიცი, შეიძლება მე მათ შორის წავიკითხე რა არგუმენტები რატო შეიძლება ეს გადაწყვეტონ, მეც მაგ რაღაც არგუმენტები შეიძლება გააკეთონ, შეიძლება არ გააკეთონ. მე არ გონია რომ ამაზე იყოს დამოკიდებული საბოლოო შეიძლება დამოკიდებული მუსები რას გადაწყვეტენ იმაზე. მაგაზე დამოკიდებული ესენა ხალხი და მიხანია არაფერს მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი ის ბრძოლა ხდება მნიშვნელოვანი ის პროტესტი ასევე მნიშვნელოვანი უამრავ ადამიანს აღიზარებს სამწუხაროდ მნიშვნელოვანი ყველაფერს რაც გამოვიარეთ ყველამ ერთად უკანასკნელი ერთი წელი მეტის განმავლობაში რაც მნიშვნელოვანი არის რომ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ რაღაცის არ მიდიან ნებისმიერ რაღაცაში ვიწყო რომ ვიღაცებს დაიჭერენ ვიღაცებს ცემენ ვიღაცებს დააჯარიმებენ ვიღაცებს მინიმუმ რაღაცას იცავენ მაგრამ შეიძლება ეს პროტესტი გაგრძელდეს და გასაგები იყოს გზა როგორ მიდივართ გამარჯვებამდე ეგ არის ჩვენს თავად. ეხლა ფესტის თავად. დიდი მადლობა ზურაბ ჯავარიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში მან ცოტა ხნის წინ
დატოვა რუსთავის ნომერ 12 ინტენსიური დაწესებულება ის დროზე ადრე გამოუშვეს საპატიმროდან ის 8 საათზე დაახლოებით მან დატოვა უკვე რუსთავის ციხე ისე რომ მას არავინ დახვედრია ინტენსიურ დაწესებულებასთან რადგან მისი ახლობლები მეგობრები და ყველა მედიაც მათ შორის საქმის კურსში იყო რომ მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა 11-ის ნახევარზე 10 საათის შემდეგ მინიმუმ თუმცა ის ვადაზე ადრე გამოუშვეს და სავარაუდოდ ეს იყო მათი ახლობლების აზრითაც გასვლა რომ გათვლა რომ მას არ დახვედროდა არავინ რუსთავის ციხესთან ის ახლა მივა სახლში უფრო ვრცელ კომენტარსაც მედიასთან სავარაუდოდ გააკეთებს და უსმენდით იმას რომ ბრძოლა გრძელდება მიუხედავად იმისა რომ ვარაუდობს რომ მოცნება გააგრძელებს პოლიტიკოსების დევნას ელოდება იმასაც რომ დროებით თავისუფლების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში ის ისევ შეიძლება გახდეს პატიმარი, თუმცა ამის და მიუხედავად მისი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მთავრობის წინააღმდეგ უნდა გააგრძელოს ბრძოლა სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამაც და დაანონსა, რომ დღეს აპირებს რუსთაველის გამზირზე ისვლას, რომელიც ამ ქვეყანაში წელიწადზე მეტია არის პროტესტის მთავარი ეპიცენტრი. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით. თქვენთვის დავით ოფიციალურ მუშაობთ.